ეს ვიდეო იქნება ორ აკვასტატ შორის სხვაობა, რომელიც არის 91-48, ოღონდ 12-65 აი ამ აკვასტატთან მიმართებაში, რომელიც არის 91-48 ასევე, ოღონდ 12-57. როგორც წესი 12-57 მოყვება ორიგინალ ბოილერებს და ასე შემდეგ და ის იცვლება ბოლოს, შემდეგ უკვე შეიძლება შეიცვალოს 12-65-ით, მაგრამ ძალიან დიდი სხვაობაა. თვითონ აკვასტატს აქვს აი ეს ტერმინალი. ეს ტერმინალი, რომელიც აქ გადმოტანილი გვაქვს, მას აქვს ლურჯი შესაერთებელი, blue, წითელი, ყვითელი, კიდევ ყვითელი და ორინჯი. ეს არის აი ეს რაც უერთდება. Okay. ზუსტად ასე უერთდება. შემდეგ აქვე აი ეს ყვითელი და ყვითელი ერთმანეთზე არის გადაერთებული მუდმივად. სულ გადაერთებულია. შემდეგ როცა აკვასტატის ფლაგი არის შეერთებული. თუ აკვასტატის ფლაგი არ არის შეერთებული, მაშინ ის გადაერთებული არ არის, იმიტომ რომ თვითონ აი აქ არის გადაერთებული. ესე იგი ეს 2. თუ აკვასტატი არ არის შეერთებული, მაშინ სისტემამ იცის, რომ აკვასტატი არ არის შეერთებული, მაგრამ უნდა იყოს შეერთებული. ესე იგი აუცილებელია, რომ აკვასტატი უკაცრავად დამპერი იყოს შეერთებული. სისტემა მიცის თუ დამპერი, ეს არის დამპერის შესაერთებელი. ეს არის დამპერის ფლაგზე არის საუბარი, რომელიც უმნიშვნელოვანესია ამ აკვასტატებთან მიმართებაში. ხოლო 12-65-ს მოყვება სპეციალური ჯამპერი, რომელიც არის აი ასეთი ჯამპერი, რომელიც უერთდება კიდევ ერთხელ მხოლოდ და მხოლოდ 12-65-ს და არა სხვას. აი აქ უერთდება ჩვეულებრივად. და ამით ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ აი ახლა თუ კი განვიხილავდით 12-65-ს, მაშინ იქნებოდა არი და yellow გადაერთდებოდა და ყველაფერი იმუშავებდა დამპერის გარეშე, მაგრამ 12-57, რომელიც ახლა ეს ძველი აკვასტატია, აი ამ აკვასტატის ნახაზი არის სწორედ ეს. მაგრამ 12-65 უბრალოდ იმდენად მსგავსია, შეიძლება შეგვეშალოს. მაგრამ ეს ჯამპერი 12-57-ზე არ მუშაობს. არ იმუშავებს, არ გვაინტერესებს ეს ჯამპერი. ეხლა შევუერთოთ, რა თქმა უნდა, აკვასტატი. აკვასტატი კი არა და ვენტ დამპერი შევუერთეთ ვენტ დამპერი, ჩავრთოთ უბრალოდ თერმოსტატი, ამ შემთხვევაში TV და T გადაჯამპდება. აქვე აღსანიშნავია, რომ აი ეს ორი კონექშენი. აი ეს არის არი ტრანსფორმატორის და აი ეს არის common, რომელიც ჩვეულებრივად ძრება. ამ მოძრობა შეიძლება. ამ შემთხვევაში არ გვაინტერესებს, ჩავრთეთ. ჩართვის შემდეგ 24 ვოლტი Y და ორინჯის მეშვეობით, ესე იგი 24 და 0 მიეწოდა დამპერს. გაიღო დამპერი და აქ ჩაირთო end switch-ი, ანუ ზუსტად ეს ლურჯი და წითელი, ამ შემთხვევაში ლურჯი და წითელი, აი აქ გადაერთდა ერთმანეთს. უბრალოდ გადაერთდა, გადაჯამპდა, მეტი არაფერი. ეს რა თქმა უნდა შეგვიძლია გადავამოწმოთ, რომ ასე მოხდა. ლურჯი და წითელი. შემთხვევაში continuity უნდა იყოს. სალიხელი ცოტა რთულია და როგორც კი აქ გადაჯამპდა ლურჯი და წითელი, მოვიდა 24 ვოლტი ბერნერზე. ბერნერის ტერმინალი არის აქ 2, B1 და B2. აქ მოვიდა 24 ვოლტი. 24 ვოლტი. ეხლა შეუძლებელია დამპერის გარეშე
12.57 აკვასტატის დაჯამპება შეუძლებელია. არც ერთი კომბინაციით არ ხდება აი ამის დაჯამპება. იმიტომ რომ კიდეც რო გადავაჯამპოთ yellow ერთმანეთთან და შემდეგ R და B გადავაჯამპოთ ერთმანეთთან, მაინც არ გამოვა აქ 24 ვოლტი ბერნერებზე. ეხლა დავტესტოთ ეს. აბსოლუტურად ყველაფერი დავტოვეთ, როგორც არის და ეხლა რა თქმა უნდა დამპერის გამორთვის შემდეგ, უბრალოდ დამპერი გამორთეთ, დამპერის ფლაგი აღარ მოვა აქ 24 ვოლტი. აი აღარ არის. ესე იგი ანუ არ მუშაობს, ხო? ბერნერები არ მუშაობს. ეხლა შეგვიძლია დავაჯამპოთ ეს როგორც იყო. ხო თქვით რომ B და R უნდა დაჯამპდეს, კარგი. და კიდე უნდა დაჯამპდეს 2 yellow. აი ესეც გადავაჯამპეთ 2 yellow. ეხლა ანუ იმ ლოგიკით თუ რას აკეთებს დამპერი, მაშინ აქ უნდა მივიღოთ 24 ვოლტი. ხო? B1-ზე და B2-ზე უნდა მივიღოთ 24 ვოლტი. B1 და B2 არის ბერნერების ჩამქთველი. ანუ გაზვალვის ჩამქთველი. ეხლა ვნახავთ რომ 24 ვოლტი მართლაც მივიღეთ. ანუ გონია თუ ამუშავდა. ხო? კარგი. ჩავთვალეთ რომ მუშაობს, ბერნერები ჩართულია, სირკულატორის პამპი ჩართულია, იმიტომ რომ აქაც მოდის 120, ანუ ფაქტიურად ყველაფერი კარგად არის. გვიხარია რომ ჩავთეთ. აი აქაც მოდის 120. C1 და C2-ზე აი აქ აწერია C1, C2, აქ არის რა თქმა უნდა L1, L2, აქ არის B1, B2. B1, B2 ჩართავს ბერნერებს, C1, C2 ჩართავს სირკულატორს. ყველაფერი კარგადაა, ბოილერი მუშაობს. ჩვეულებრივად ფაქტიურად გავასწორეთ თითქოს და, მაგრამ გამორთოთ თერმოსტატი. გამორთეთ თერმოსტატი. გამოირთო სირკულატორის პამპი. ოკეი. ამას გადავამოწმეთ ახლა, იმიტომ რომ აქ რელე ამოვარდა. გამოირთო სირკულატორის პამპი. აღარ არის. 120 აღარ მიეწოდება. ეხლა გადავამოწმეთ ბერნერები. ბერნერები ჩართულია. აი. ფაქტიურად ეხლა ჩვენ შევქმნით ხანძრის საშიშროება. იმიტომ რომ ბერნერები ჩართულია, არაფერი ბერნერებს არ აკონტროლებს და მიუხედავად იმისა, რომ ბერნერები ჩართული არ უნდა იყოს, თერმოსტატი გამორთეთ, პამპი გამორთეთ, ბერნერები უკვე ჩართული აღარ უნდა იყოს. აი ეს არ შეიძლება, ანუ ამის გადაჯამპება არ შეიძლება, ამის თქმა მინდა და ეხლა დაუბრუნდეთ საწყის პოზიციას, ჩავრთოთ ბოილერი, აქ 24 ვოლტი მაინც გვაქვს, ანუ ბერნერები ჩართულია, რა ძალიან ცუდია. ეხლა მოხსნათ რა თქმა უნდა ეს ჯამპები. შევაერთოთ უკან დამპერი, რომ იმისათვის რომ ნორმალურად იფუნქციონიროს ბოილერმა. აი ჩავრთეთ. დამპერი ჩავრთეთ, დამპერი გაღებულ მდგომარეობაშია, ეს ნიშნავს რომ ეს ნიშნავს რომ ბერნერებს უკვე 24 ვოლტი მიეწოდება, B1, B2 24 ვოლტი მიეწოდება, რაც ძალიან ნორმალურია. აი აქ მიეწოდება. ეხლა გამორთოთ აკვასტატი, გამორთოთ თერმოსტატი. გამორთეთ თერმოსტატი. რა თქმა უნდა, გამორთვის შემთხვევაში ბერნერი უნდა ანუ დაიკეტა საბოლოოდ, აი ეს იმას ნიშნავს, რომ აი აქ continuity აღარა გვაქვს, ხო? რაც თქვით, რომ უნდა გქონდეს end switch-ი აღარა გვაქვს და ჩვეულებრივად გამოირთო ბერნერები. აი ბერნერებს აღარ მიეწოდება 24 ვოლტი, რაც ნორმალურია, იმიტომ რომ სირკულატორიც გამორთულია, ბერნერებიც გამორთულია, ყველაფერი კარგად არის. ფაქტიურად ეს აკვასტატი 12.57 შეუძლებელია ვამუშაოთ ბაიპასით, როგორც აი 12.65-ს მოყვება.
ეს ფლაგი, რომლითაც ის მართლა მუშაობს და უსაფრთხოა, ყველაფერი კარგად არის. ეხლა 12.65 აკოსტატი მე არ მაქვს უბრალოდ ახალი და აი ეს ძველი აკოსტატი, რომელიც არის 12.57 არ იმუშავებს ისე როგორც 12.65 იმუშავებს. უმნიშვნელოვანესია, ფაქტიურად იდენტური, არაფერს მათში სხვაობა არ არის. გარდა აი ამ დამპერის ფლაგისა. არანაირი სხვაობა არ არის. ეხლა აქ როგორ ხდება ეს ყველაფერი? თუ კი გადავამოწმებთ. ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ common-ი არის აი აქ. ეს არის common-ი, ფაქტიურად. ტრანსფორმატორის common-ი არის აი აქ. ცოტა რთულია ერთი ხელით. common-სა და R შორის მოდის 9 ვოლტი. common-სა და plus შორის არაფერი არ მოდის. common-სა და orange შორის ასევე 9 ვოლტი მოდის. და common-სა და R შორის არაფერი არ მოდის. ეს იმიტომ ხდება, რომ გამორთულია. ეხლა როგორც კი ჩავრთავთ, აი მაგალითად თერმოსტატი ჩაირთო, დაუშვათ ჩავრთეთ თერმოსტატი. თერმოსტატი ჩაირთო, დამპერი იღება, ბოლომდე როცა გაიღება. ეხლა საგულისხმოა, რომ აი აქ ჯერჯერობით continuity არ არის. აი დაიდგაცუნა end switch-ი ჩაირთო და ამის შემდეგ ნახავთ ეხლა რას მივიღებთ. არაფერი არ არის, მაგრამ აი აქ 24 ვოლტია. ეს ცალი ხელით ცოტა რთულია. როგორც კამერის მიღმა მოვსინჯავ 24 ვოლტია, ეხლა აჩვენებს 24. და ჩვეულებრივად, ანუ R-ზე მოვიდა 24, მიეწოდა მოტორს, მოტორი გაიღო. ეს რა თქმა უნდა common-ია, ეს ორი როგორც თქვით, აი ყვითელს მიეწოდა 24, ეს გახდა 0 და ამის შემდეგ უკვე end switch-ი B და R, ესე იგი blue და red ჩაირთო. აი blue და red ჩაირთო. და ჩვეულებრივად ყველაფერი კარგად მუშაობს. მის შემდეგ, რა თქმა უნდა, დამპერიც აი ასე დამპერისა, უკაცრავად ბერნერიც 25 ვოლტს გამოცემს, ანუ ყველაფერი კარგადაა. საბოლოო დასკვნა არის ის, რომ შეუძლებელია 12.57-ზე რაიმეს გაკეთება. ფაქტიურად შეუძლებელია. გადაჯამპება მისი არ ხდება. ის აუცილებლად უნდა შეუერთეს დამპერს. ჩვენ ვერ მოვატყუებთ. კიდე ერთი უმნიშვნელოვანესი რაც მინდა დავამატო საბოლოოდ ამ ვიდეოს, კიდე ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი. როცა დამპერს ჩავრთავთ, აი მაგალითად თერმოსტატი ჩაირთო, დამპერი გაიღება, აკოსტატის ბერნერებზე არ მოდის 24 ვოლტი, აი ანუ გაზვალვი არ არის ჩართული. აქ არ მოდის. როგორც კი end switch-ი ჩაირთო, იმ წუთასვე მოვიდა. ოკეი. ეს რომ მოვიდა, ეხლა მე უბრალოდ გამომერთო ეს რომ მოვიდა, ანუ ჩვეულებრივად კარგად არის ყველაფერი, ჩაირთო. ერთი ასეთი მომენტია. როცა გადავამოწმებთ, ანუ როცა დამპერი ჩაირთვება, ეხლა ჩაირთვება დამპერი. end switch-ი ჩაირთო, აქ აი blue და R შორის მოხდა გადაჯამპება, ანუ შევამოწმოთ უბრალოდ. ნახავთ ეხლა. აი წითელსა და ლურჯ შორის არის continuity, ხო? ჩვენ როგორც წესი, როცა დამპერის ბაიპასი გვინდა, დამპერის ბაიპასი, უბრალოდ გადავიყვანთ მას მანუალზე, ხო? ანუ ჩავთეთ მანუალზე, აქაც continuity გრძელდება, ყველაფერი კარგად არის, ბერნერი მუშაობს და ასე შემდეგ. ეხლა რა მოხდება? როცა თერმოსტატი გამოირთვება, აი შიგნით თვითონ ის end switch-ი კიდე ერთ მოძრაობას აკეთებს და ამათ შორის
ამათ შორის continuity აღარ იქნება. აი, დამთავრდა. Continuity აღარ არის. ეს უბრალოდ კაპასიტორს ომავს, მეტი არაფერი. ვინაიდან continuity აქ აღარ არის, ეს ქარხნიდან ასე არის და გაკეთებული, აქაც თერმოსტატის გამორთვასთან ერთად აღარ არის 24 ვოლტი. ანუ ბერნერებიც გამოირთო. ანუ კიდევ ერთხელ, აი აქ რომ მანუალის ბაიპასი აქვს, ეს ბაიპასი ჩვენ აქ ასე ხელით ბაიპასს ვერ გავაკეთებთ. გამორიცხული არანაირი კომბინაციით ვერ გავაკეთებთ ბაიპასს. თვითონ აქ შიგნით უკვე კეთდება ისე, რომ როგორც ჩანს აქ ერთ და იგივე ვოლტი ეწოდება და ამით კენსელდება, ასე ვთქვათ და ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთ. ნუ შეიძლება ახლა რელეთი ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ ამ ვიდეოში ამას ვერ ჩავსვავ. და ფაქტიურად არალეგალურია და არ შეიძლება. უბრალოდ ამის თქმა მინდოდა რომ აქ განსხვავებაა და არანაირი კომბინაციით ამის ბაიპასი არ მოხდება. თუ კი დამპერი გაფუჭდა, გასაგებია, მაშინ დამპერის ბაიპასი მოხდება ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ აი აქ ორიგინალ სვიჩზე. სხვაგან არსად.